რას ემსახურება ეხა უბრალოდ რას ემსახურება მედიის გაგდება და ამ შემთხვევაში საერთოდ დაყოფა ჟურნალისტი პარლამენტის შენობაში ტერიტორიაზე უпростоრეთ და ოპერატორი ამ გისოსებს მიღება არ ვიცი ხახნო არ დამთავრდება ბატონო ივანიშვილო ის რაც თქვენ გააკეთეთ დღეს ხო მოვურძან თუ შეიძლება რომ რატო ბიჭო რა არ შეიძლება გავრილოვის შემოსვლა შეიძლება რუსეთის დროშის აფრიალება შეიძლება ჟურნალისტი რატო გაკავ მეც და ჩემი ოპერატორიც ახლა გამოგვაგდეს პირდაპირ მნიშვნელობით პარლამენტის ეზოდან. თქვენ რომ იმის პირებას ხონდა და პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ხედავთ მეორე კადრში ასე ვთქვათ ნიკა მელიას, გიგი თევზაძეს. რეალურად ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც დაუორგანიზებლად აღელვებული ხალხი ნულგო აი ეს გააკეთეს. ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყვნენ მოლაპარაკებაზე ხალხთან გააკეთეს ისაც გააკეთეს შეიკადე. ამერიკის შეერთებულ Თქვენი გავრილოვით δεν დამოთხა, თქვენი გავრილოვით δεν დამოთხა. ეს მელიქიშვილის გამზირი ყოფილა, როგორც აღმოჩნდა. იქაც არის ნაწილი. აგერ გამოჩნდა ნიკა მელია. ბატონო ნიკა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, რომ გითხრათ თქვენი გეგმა რა არის? ეხა ჩვენ ვცდილობთ გავაკეთებთ ეხა განცხადებას გეგმებთან დაკავშირებით და მე მგონი სრულად მისაღები იქნება ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მოსახლეობის. ახლა არის 5 საათი და 12 წუთი და ჯერჯერობით ყველაფერი დასრულებული თითქოს ერთი შეხედვით რუსთაველზე არის, მაგრამ ხედავთ რომ მელიქიშვილის გამზირზე რთული ვითარება შეიძლება კიდევ დადგეს და შესაძლოა არ არის გამორიცხული რომ პოლიციას კიდევ მოუხდეს კონკრეტული ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა.